სარაგბო კლუბი გორი დიდი 10-ის გათამაშებაში გადავიდა. გუნდმა პირველი ლიგის ფინალში თბილისის წიქარა დაამარცხა და ურთულეს ბრძოლაში ანგარიში 26-22 დაასრულა. გორელთაგან ლელო გრიგალაშვილმა, ხუსიშვილმა, ბიწაძემ და ყობახიძემ დადო. ორი გარდასახვა კი ჭინჭარაულმა და აბაშიძემ მოითვალა. რაც შეეხება თბილისის წიქარას, მათ დიდი 10-ის საგზურის მოპოვება კიდევ შეუძლიათ, თუ ორ მატჩიან პლეი-ოფში დიდი 10-ის ბოლოს წინა ადგილზე გასულ ასპინძის ტაოსთან ორ მატჩიან დაპირისპირებას მოიგებს. ამ თამაშისთვის ჩვენ ძალიან დიდხანს ვემზადებოდით. რა თქმა უნდა, ეხლა ყველა გუნდის სურვილი არის, რომ დიდათში ითამაშოს და ოცნება. ჩვენ ამისთვის ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ. რა თქმა უნდა, როგორც მოთამაშეების მხრიდან, ასევე საწვრთნელო შტაბიდან და იმ ხალხისგან კიდევ ვინც ჩვენ გვერდში გვედგა და ჩვენს ზურს უკან რაღაცა არა, ბევრი წვრილი აქვს შეტანილი ამ ყველაფრისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ მატჩს, იმიტომ რომ უკვე 5 წელია ეს იყო ჩვენი ოცნება, მიზანი. ბევრი რესურსი ჩავდეთ, ბევრი ვიშრომეთ, ბევრი იმედგაცრუებაც ვნახეთ, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ავედით დიდ 10-ში. ჩვენი მიზანი იქნება ადგილის შენარჩუნება და ადგილის დამკვიდრება, რისთვისაც, არ დავზოგავთ თავს, როგორც მოთამაშეები, ისევე სტაფის წევრი იქნება თუ ხელმძღვანელობა. ვაპირებთ კლუბის გაძლიერებას, ახალი მოთამაშეების დამატებას, სტაფის გაძლიერებას და იმედი მაქვს შევძლებთ ღირსეულ მეტოქეობა გაუწიოთ დიდი 10-ის გუნდებს.